ნარკოპოლიტიკისა და ნარკოდამოკიდებულების შესახებ მეგატივი ევრაზიის მომხმარებელთა ქსელის ექსპერტთა საბჭოს წევრს, ექსპერტ ზაზა ქარჩხაძეს ესაუბრა, რომელიც აღნიშნავს, რომ ნარკოპოლიტიკა საქართველოში ძირეულად არის შესაცვლელი. მისი განცხადებით, ნარკომომხმარებლები არიან დაავადებული ადამიანები, რომლებსაც ესაჭიროებათ მკურნალობა. ქვეყანაში უნდა არსებობდეს სამკურნალო ცენტრები და დასაქმების პროგრამები. ზაზა ქარჩხაძე აღნიშნავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებაში განათლების ამაღლებაა. ექსპერტი კანონის გამკაცრებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მხოლოდ დამდებების დაკავება მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. ზაზა ქარჩხაძე მეგატივთან ბაზარზე არსებულ ნარკოტიკულ საშუალებებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელთა მოხმარებაც ადამიანის სიცოცხლეს ფატალურად ასრულებს. ნარკოპოლიტიკა არ არის მარტო ასე ვთქვათ სადამსჯელო ღონისძიებები და ადამიანების დაჭერა, რასაც ამდენი წელია ხორციელდება, თუმცა სტატისტიკა ნათლად გვიჩვენებს, რომ ამნაირი მიდგომით არ მცირდება მომხმარებელთა რიცხვი პირიქით. ყოველწლიურად მომხმარებელთა რიცხვი იზრდება. ნარკოპოლიტიკა არის შესაძლებელი ძირფესვიანად, ძირეული რეფორმა არის გასატარებელი. აქ უნდა შეიცვალოს თვითონ მიდგომები. ეს ადამიანები უნდა ჩავთვალოთ ავადმყოფებად, დაავადებული ადამიანებად, რომელსაც ჭირდება შესაბამისი მკურნალობა და შესაბამისი სერვისის მიწოდება. ნარკოდამოკიდებულება ეს არ არის მარტო ფიზიკური დამოკიდებულება, ეს არის სოციალური პრობლემა, ფსიქოლოგიური პრობლემა, რასაც აუცილებლად უნდა მკურნალობა რეაბილიტაცია. უნდა გახსნან სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრები ამ ადამიანებს, უნდა უმკურნალოს შემოაბრუნონ ცხოვრებისაკენ. დასაქმების პროგრამები უნდა იყოს და დაასაქმო ადამიანი. უნდა იყოს ზიანის შემცირების პროგრამები, უნდა იყოს განათლება აუცილებლად, სწორი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებაში და განათლება სკოლებიდან უნდა დავიწყოთ პირდაპირ, რომ ბავშვს არ გაუჩნდეს იმის ინტერესი, რომ გაიხედოს ნარკოტიკისაგან. სწორად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რა საფრთხეს შემცველია ნარკოტიკის მოხმარება. და რა თქმა უნდა, კანონი მკაცრიც უნდა იყოს, უნდა იყოს მკაცრი გამსაღებლების მიმართ და არა მომხმარებლების მიმართ. მომხმარებლებს სჭირდებათ ზრუნვა, მიდგომა, სხვანაირი მიდგომა, მკურნალობა, რეაბილიტაცია, შემდეგ ასე ვთქვათ, დასაქმება და რეალიზატორები, რა თქმა უნდა, მაგათ რეალიზაციას მკაცრად უნდა ებრძოლოს და აქეთ უნდა იყოს მიმართული შინაგანსაქმეთა სამინისტრო ძალისხმევა და არა ამ ადამიანების დაკავებაზე, ნარკოლოგიურში გადაყვანაზე, როგორც ეს ადრე ხდებოდა, ბიოლოგიური მასალის ძალიჩევარებაზე, შემდეგ ყველანაირი უფლებების წართმევა ადამიანის მართვის უფლების წართმევა, ყველანაირი უფლებების წართმევა, იმიტომ რომ თუ აღმოჩნდა თქვა მარიხუანის კვალი აღმოჩნდა, ხო? გართმევა ყველანაირი უფლებასთან. ეს არის ეს ამნაირი მიდგომით მდგომარეობა ვერ გამოსწორდება. აი, დღევანდელ მდგომარეობას როგორ შეაფასებთ? ყოველდღე ვისმენთ იმას, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს სხვადასხვა რეგიონში ადამიანები და ამაზე რა? და რა მე შემცირდა ნარკოტიკების რაოდენობა, დაეთყო რამე ქვეყანას. ამდენი იწერენ, ასე ვთქვათ, როგორც მასწავლებელი უწოდებენ რეალიზატორებს და ერთი თხით არ გაჩერებულა ნარკოტიკების მოწოდება, არ შეწყვეტილა. ნებისმიერ დროს შეიძლება შეიძინო ნარკოტიკი უპრობლემოდ ონლაინ მაღაზიებში. აი, იქამდე უნდა მიხვიდე იმ ონლაინ მაღაზიებამდე თორე. იმას ეგრეთ წოდებული დამდებს რო იჭერ, იმას ერთს დაიჭერ და ეს ონლაინ მაღაზია სამს დაიჭერავებს, იმას. იმას კი არ უნდა დაარქვა, რა თქმა უნდა, ისიც თავისებურად უნდა დაისაჯოს, მაგრამ ის უნდა დააკავოს და იმას უნდა ებრძოლო და არა მომხმარებლებს. აი მაგალითად ის წვეთი დააკავენ ტრანზიტული ტიპი ბატონო ამ ოპერაციას ნამდვილად მივესალმები, წარმატებული ოპერაცია, სატრანზიტო წვეთი დააკავეს, რომელიც ალბათ სხვა ქვეყანაში გადიოდა, იმხელა რაოდენობა იყო, დიდი არაოდენობა. აქეთ უნდა იყოს ძალისხმევა მიმართული ამ გამსაღებლების დაკავებისაკენ და არა ეგრესოდებული დამდებები, ამღებები, მომხმარებლები. ეს ასე ვთქვათ, რამდენიც არ უნდა დაიჭირო, იმდენი ახალი გამოჩნდება. ამ ვერ შეამცირებ ნარკოდანაშაულს, ვერ ახვევთ. და უშუალოდ ბაზარს რაც შეეხება, ჩვენ ხშირად გვესმის სპეციალისტებისგან, რომ ბაზარზე არის უხარისხო ნარკოტიკი, რომელმაც შეიძლება პირველივე მოხმარებაზე ადამიანის სიცოცხლე იცხოვროს. აი ამ კუთხითაც როგორ ვთქვათ, რამდენიმე სიტყვით რა მდგომარეობა გვაქვს. დღეს საქართველოს ასე ვთქვათ, შავი ბაზარი გაჯერებულია ძალიან ბევრი სახეობის სხვადასხვა ნარკოტიკით. არის როგორც ტრადიციული მძიმე ნარკოტიკები, ისევე ეს ახალი ნარკოტიკები, სტიმულატორები, ბევრი დასახელებისგან და რაც თავარია, ყველა ეს ახალი ნარკოტიკი არის კუსტარულად გაკეთებული, დაბინძურებული ნივთიერება, რომელსაც შეუძლია გამოვიწვიოს აი წარმოუდგენელი შედეგი. რასაც ადამიანი ვერ წარმოიდგენს
ადამიანმა შეიძლება მივიდეს იყიდოს თქვა ეგონოს რომ იყიდა სიტყვაზე რამე ექსტრაზე რამე გასართობი ემდემა რამე გასართობი ნივთიერება მისი ჭკვირი გასართობი რომ აი წავიდა კლუბში და მოიხმარა ისეკვა რაღაცა ამ დროს იქ შეიძლება დაგხვდეს სხვა სუბსტანცია რომელიც ერთი მოხმარებით შეიძლება გამოიწვიოს დოზირება და ლეტალური შედეგი ისი ბევრი მაგალითიც იყო ბევრი ახალგაზრდა გოგო ბიჭი გარდაიცვალა ასე იმით რომ არ იცოდნენ რა ნივთიერება მოიხმარეს არის იმნაირი ნივთიერები რომელიც მართლა ერთი მოხმარებით შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება და საკმაოდ მძიმე ფსიქიკურ დამოკიდებულებას იწვევს ადამიანებს ემართებათ შიშის გზნობა რაღაცა პანიკა შფოთვა ვეღარ წნარდებიან და აქ უკვე აუცილებელია დროულად ფსიქიატრის და სპეციალისტის ჩარევა ამიტომ ვიზახი ძალიან მძიმე მდგომარეობა არის ყველას მოუწოდებ რომ ძალიან ფრთხილად იყან აი არ მოეხმარონ ასე ქუჩაში დადებული ნარკოტიკი მით უმეტეს ყიდულობ იმ არის უცნობი იმისაგან რომელიც არ იცი პირველად ყიდულობ და თუ გინდა მეორე გამნიშნულობა იქ შეიძლება დაგხვდეს იმ არის ნივთიერება რომელმაც შენეში ცოცხლ წაიღოს ან დაგაინვალიდოს ან თქვა ფსიქიკური პრობლემები გაგიჩინოს ამიტომ ყველას მოუწოდებ დიდი მაქსიმალური სიფრთხილისადმი